მოგესალმებით. გრძელდება ჩემი და ანა მეტრეველი სტომატოლოგიური ცენტრის ერთობლივი ვიდეო სერიები. დღევანდელ ეპიზოდში ვისაუბრებ სტომატოლოგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე, ორთოდონტიაზე, ანუ თანგბილვის გასწორებაზე და მასთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, ყველა მშობელს ძალიან გვაინტერესებს. ეს არის თემა, რომელიც არა მხოლოდ ლამაზ ღიმილს, არამედ ჩვენი შვილების ჯანმრთელ მომავალს ეხება. ამ თემაზე ვისაუბრებ ანა მეტრეველი სტომატოლოგიური ცენტრის პროფესიონალ ექიმებთან ერთად. ცენტრის დამფუძნებელი, მთავარი ექიმი და ორთოდონტი ანა მეტრეველი. მოგესალმებით, ანა. პირველ რიგში ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის თანამედროვე ორთოდონტია და ზოგადად რას ემსახურება ეს დარგი. მოგესალმებით, ორთოდონტია არის სტომატოლოგიის ერთ-ერთი დარგი, რომელიც სწავლობს ყვაყელთა სისტემაში არსებულ ანომალიებს. ახდენს მათ დიაგნოსტირებას, პროფილაქტიკას და მკურნალობას, მაგალითად არასწორად განლაგებული კბილების, ყბების და ზოგადად თანგბილვის. მისი მიზანი არის პირის ღრუს ჯანმრთელობის გაუმჯობესება, სწორი ფუნქციის ჩამოყალიბება და ვიზუალური ეფექტის შექმნა. თუ შეიძლება უფრო ვრცლად ვისაუბროთ, რა განსხვავებაა მკურნალობის ძველ და ახალ მეთოდებს შორის და რა უპირატესობებით სარგებლობს თანამედროვე ორთოდონტია. პირველი განსხვავება ეს არის თანამედროვე საშუალებები, მაგალითად ბრეკეტები. მოგახსენებათ 20-30 წლის წინ არ იყო ბრეკეტები ესეთი პოპულარული, მათმა გამოჩენამ საკმაოდ დიდი ეფექტი მოახდინა რთული შემთხვევების მართვაში, გაგვიადულა მართი მკურნალობა და უფრო ეფექტური გახადა საბოლოო შედეგი. პაციენტები ამ დროს ნაკლებად განიცდიან ზეწოლას კბილზე და პაროდონტის ქსოვილზე, ანუ ძვალზე და ღვიძლზე. დამატებითი საშუალებები კი როგორიც არის მინი იმპლანტები, ექსპანდერები და ასე შემდეგ, ისინიც ცალკე გვეხმარებიან, რომ მკურნალობა უფრო ხანმოკლე გავხადოთ. ხოლო ბოლო პერიოდში ელაინერების პოპულარიზებამ კი გამოიწვია ის, რომ მკურნალობა უფრო ხანმოკლე, შეუმჩნეველი და ეფექტური გახდა. ერთ-ერთი განსხვავება არსებობს ასევე ბავშვთა ასაკში, მაგალითად ფირფიტები მოგეხსენებათ უკვე არის აბსოლუტურად სხვანაირად დამუშავებული, მისი ზედაპირი მთლიანად იმეორებს პირის ღრუს რელიეფს, არის თხელი, პრიალა და ბავშვისთვის უფრო კომფორტული სატარებელი. თანამედროვე ორთოდონტია უკვე საკითხს უდგება კომპლექსურად, ამ პერიოდში ხდება არა მარტო თანგბილვის შესწორება, არამედ ძალიან ხშირად უმჯობესდება სუნთქვაც. მოგეხსენებათ, რომ ცხვირით სუნთქვა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის როგორც გონებრივი, ასევე ფიზიკური განვითარებისთვის და უმჯობესდება მათი როგორც სწავლის უნარი, ასევე სპორტულ აქტივობებში ჩართულობაც. თანამედროვე ორთოდონტია მოგცეს საშუალება იდეალურად გავასწოროთ თანგბილვა, რაც აღადგენს ღეჭვით ფუნქციას, ამას კი მივყავართ კუჭნაწლავის პრობლემების პრევენციამდე. სწორად ჩატარებული მკურნალობის დროს აღდგება დიქციაც, რაც ხელს უწყობს ასევე ლოგოპედს, რომ თავისი მუშაობა უფრო ეფექტური გახადოს. გარდა ამისა, ორთოდონტიული მკურნალობის დროს აღდგება სიმეტრია სახის და ასევე საფეთქელ ქვედაყბის ფუნქცია, რაც მთავარია მიიღება საბოლოოდ ლამაზი ღიმილი, რომელიც დამეთანხმებით, რომ 21 საუკუნეში წარმატების ერთ-ერთი საწინდარია. საბოლოო ჯამში სწორი თანგბილვა ხელს უწყობს პირის ღრუს და პაროდონტის ქსოვილის ჯანმრთელობას, რაც ხანგრძლივად ზრდასრულ ასაკში უნარჩუნებს ადამიანს საკუთარ კბილებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბრეკეტების ტრენდულობა, ვინაიდან ბავშვებთან ურთიერთობა გახდა ბევრად უფრო მარტივი, რაც შედეგზეც აისახება. ხოლო ამ ყველაფრის მიღწევა მარტივია მაშინ, როდესაც მკურნალობა იწყება ადრეული ასაკიდან. დარწმუნებული ვარ, ყველა მშობელს აინტერესებს ჩემსავით, როდის არის ის ასაკი, როდესაც უნდა დაიწყოს ორთოდონტიული მკურნალობა. რა ასაკში უნდა მოვიყვანოთ ბავშვი ორთოდონტთან კონსულტაციაზე? მშობელმა შვილი ორთოდონტთან უნდა მოიყვანოს 5 წლის ასაკიდან. ეს არის ის პერიოდი, როდესაც სარძევე თანგბილვა იცვლება უკვე მუდმივი თანგბილვით, ანუ პატარა კბილები უნდა ჩანაცვლდეს უფრო დიდი კბილებით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვი ამ დროს იმყოფებოდეს ორთოდონტის დაკვირვების ქვეშ. მოგეხსენებათ, რომ ძალიან გახშირებულია ბოლო პერიოდში პირით სუნთქვა. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული, მაგალითად გადიდებული ადენოიდებით, გლანდებით, ნიჟარებით, გამრუდებული ცხვირის ძგიდით, ალერგიებით, ან უბრალოდ მავნე ჩვევით პირღიაობით. ამ შემთხვევაში ხდება ზედაყბის შევიწროვება და ზედა წინა კბილები მოდიან წინ. ზედაყბის სივიწროვე თავის მხრივ იწვევს ქვედაყბის გადანაცვლებას. ეს შეიძლება იყოს უკან დაცურება, მარჯვნივ გადანაცვლება ან მარცხნივ გადმონაცვლება.
არასწორად განვითარებული თანგბოლა კი თავის მხრივ იწვევს სახის ასიმეტრიებს, კბილთა ცვეთას, პაროდონტის ქსოვილთა დაზიანებას, ღეჭვითი ფუნქციის დარღვევას, რაც აისახება კუჭ-ნაწლავის სწორ ფუნქციონირებაზე, ასევე ხდება გონებრივი და ფიზიკური განვითარებების შეფერხება, რასაც მშობელი ხვდება უკვე სკოლაში და სპორტზე ტარების შემთხვევაში. ასევე ვიწრო ყბების გამო ფერხდება კბილების ამოჭრა კბილთა რკალში. მაგალითად, შეიძლება ისინი ამოვიდნენ საერთოდ როტირებული, ანუ შემოტრიალებული, ამოვიდნენ ელისკენ ან ტუჩისკენ, მაგრამ ხდება სიტუაციები, როდესაც საერთოდ ვერ ახერხებს კბილი ამოსვლას, ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ეშვის შემთხვევაში და ხდება მისი რეტენცია, ანუ შეკავება ძვალში. მოგეხსენებათ ამ სიტუაციაში უფრო რთულდება მკურნალობა და სახის სიმეტრიაც უფრო არაჰარმონიულია. ვიწრო ყბები არის შედეგი იმ თერმულად დამუშავებული საკვებისა, რომლის მიღებაც მუდმივად უწევს ბავშვს 21 საუკუნეში, ანუ რბილი საკვების. ეს კი თავის მხრივ იწვევს ყბების განვითარების ჩამორჩენას და სივრცის დეფიციტს მუდმივი კბილებისთვის. ეს პრობლემები კი მშობლისთვის უკვე შესამჩნევი ხდება, როცა ბავშვი არის დაახლოებით 10-11 წლის. თუმცა მისი საწყისის დანახვა ორთოდონტს უკვე შეუძლია 5 წლიდან. ამიტომ რაც უფრო ადრე დავიწყებთ მკურნალობას, მით მარტივია პროცესი და შედეგიც უფრო სტაბილურია. მოკლედ, ძალიან რომ არ დავაბნიო მშობელი, როგორც სკოლას ეძებს ბავშვისთვის 6 წლიდან, ასევე უნდა შეარჩიოს მან ორთოდონტი 5 წლის ასაკიდან. რა ნიშნებით უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს შეიძლება ჩამოუყალიბდეს არასწორი თანგბელვა? მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემები ბავშვთა ასაკში ფარულად მიმდინარეობს, არსებობს ნიუანსები, რომელმაც შეიძლება მშობელი დააეჭვოს, რომ არსებობს რისკები არასწორი თანგბელვის ჩამოყალიბების. ასეთებია მაგალითად მაწოვარას დიდხანს გამოყენება. 1 წლის ასაკის შემდეგ მაწოვარას გამოყენება არ არის მიზანშეწონილი. ასევე მავნე ჩვევები, როგორიც არის თითის წოვა, სხვადასხვა საგნის პირისყრუში მოთავსება, მაგალითად კალმის ან ფანქრის. ასევე პირით სუნთქვა, როგორც აღვნიშნე და ხრინვა ძილის დროს. როგორც აქამდე ბევრ მედია საშუალებაში მისაუბრია, მნიშვნელოვანია ასევე მშობელი დააკვირდეს ბავშვს 4-დან 6 წლის ასაკში. ამ დროს ხდება წინა პატარა კბილებს შორის, საჭრელებს შორის სივრცის გაჩენა. თუ ეს სივრცეები არ გაჩნდა, ესეც მიუთითებს, რომ თანგბელვა არასწორად ვითარდება. მადლობა ასეთი მნიშვნელოვანი სასარგებლო და საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის. ახლა გადავიდეთ პროცედურულ ნაწილზე. რა პროცესებს გადის პაციენტი მკურნალობის დაწყებამდე? თუ შეიძლება, ასევე შევეხოთ დიაგნოსტიკასაც. კონსულტაციის შემდეგ იგეგმება დიაგნოსტიკა, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია მკურნალობის დაწყებამდე. დიაგნოსტიკის დროს ხდება პირისყრუს რბილი და მაგარი ქსოვილების შეფასება, მათი ფუნქციის, ესთეტიკის და სიმეტრიის განსაზღვრა. სწორედ ამ დროს ხედავს ექიმი იმ საბოლოო შედეგს, რომელსაც მიაღწევს სწორად ჩატარებული და დაგეგმილი მკურნალობით. ამიტომ ნუუგულებელყოფთ დიაგნოსტიკის ეტაპებს, რომელიც მოიცავს 3D კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ცეფალოგრამას, ანაბეჭდებს და ფოტოპროტოკოლს, სწორედ ის განსაზღვრავს იმ საბოლოო შედეგს, რომელსაც იღებს პაციენტი. მინდა უფრო დეტალურად შევეხოთ დიაგნოსტიკის აპარატურას. რატომ არის დღეს ყველაფერი უფრო ზუსტი? თანამედროვე აპარატურა საშუალებას იძლევა უფრო ღრმა და დეტალური ანალიზის, 3D კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ 2D კვლევასთან შედარებით მოგვცა შრეობრივი განხილვის საშუალება. მოგახსენებათ, ამ დროს ჩანს უფრო მეტი დეტალი და ნიუანსები, რომელიც ხანდახან 2D კვლევაზე შეუმჩნეველია. 3D ტომოგრაფიით ჩვენ შეგვიძლია პათოლოგია დავინახოთ უკვე საწყის ეტაპზე და მოგეხსენებათ, მკურნალობაც უფრო მარტივდება. არის ციფრული პროგრამები, რომლებიც ახდენენ ანალიზს როგორც ციფრული მოდელების, ასევე რბილი და მაგარი ქსოვილების. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ გვეხმარება, რომ დავსვათ სწორი დიაგნოზი და საექიმო შეცდომები მინიმუმამდეა დაყვანილი. ჩვენს კლინიკაში ვიყენებთ პლანმეკას ბოლო თაობის ტომოგრაფს, რომელიც გამოირჩევა არა მარტო გამოსახულების მაღალი ხარისხით, არამედ მცირე დასხივების დოზითაც. რაც დამეთანხმებით ყველა მშობლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საკითხი საკუთარი შვილის ჯანმრთელობას ეხება. ახლა კი გადავიდეთ თემაზე, თუ რა საშუალებებით ხდება თანგბელვის მკურნალობა, რომელზეც ანა მეტრეველის სტომატოლოგიური ცენტრის ექიმი ორთოდონტი თეკლა ქადაგიძე გვესაუბრება. მოგესალმებით თეკლა.
გამარჯობა. ორთოდონტიაში გამოიყენება სხვადასხვა ტიპის აპარატები, რომლებიც შეირჩევა იმის მიხედვით, თუ რამდენი წლის არის პაციენტი და როგორი თანგბელვა აქვს. პირველი არის ცხვათი თანგბელვა, როცა დაახლოებით ცხვათი თანგბელვა 5-6 წლის ასაკიდან იწყება და ამ პერიოდში ვიყენებთ როგორც მოსახსნელ, ისე მოუხსნელ აპარატებს. მუდმივი თანგბელვის პერიოდში ძირითადი რასაც ვიყენებთ არის ბრეკეტ სისტემა. შესაძლებელია, რომ ბრეკეტთან ერთად კომბინაციაში გამოვიყენოთ მოუხსნელი აპარატები, მაგალითად ექსპანდერი იგივე ყბის გამაფართოებელი და მესამე არის ბრეკეტ სისტემის ისეთი გამჭვირვალე ძალიან მარტივი ალტერნატივა იგივე ელაინერები. თეკლა, თუ შეიძლება მოგვიყევით თითოეულის შესახებ. ბავშვთა ასაკში გამოიყენება მოსახსნელი და მოუხსნელი აპარატები, მაგალითად ფირფიტები, ექსპანდერები, რომლებიც ირჩევა იმის მიხედვით, თუ როგორი თანგბელვაა და რა პრობლემაა. ბრეკეტებსაც შეეხება არის ორი ტიპის ბრეკეტი, არის სტანდარტული ბრეკეტი, რომელსაც ფერადი რეზინები ეცვლება ხოლმე და მეორე ვარიანტი არის თვითრიგირებადი ბრეკეტი, რომელსაც რეზინები არ ჭირდება. ეს ორივე ვარიანტი არის მეტალის და შესაძლებელია იყოს უფრო მეტად ესთეტიური გამჭვირვალე ბრეკეტები. და მესამე ვარიანტი ელაინერები, რომლებიც არის გამჭვირვალე კაპები და ელაინერებსაც აქვს ორი ვარიანტი, ელაინერები კიცი და ედოლთი. თეკლა, თუ შეიძლება ვისაუბროთ, რამდენად მტკივნეული არის ფიქსაციის პროცესი ბრეკეტების, კაპების თუ ელაინერების შემთხვევაში და ზოგადად მკურნალობის პროცესი არის თუ არა დაკავშირებული რაიმე სახის დისკომფორტთან. თვითონ ფიქსაციის პროცესი არის აბსოლუტურად უმტკივნეულო, პაციენტისთვის არის ძალიან კომფორტული, როცა ჩვენ კაბინეტში არის და წევს სავარძელზე, მაგრამ შემდეგ რამდენიმე დღე ცოტა დისკომფორტი არის, შეჩვევის მომენტია, მაინც ინდივიდუალურია, მაგრამ დაახლოებით 2-3 დღე ოდნავ დისკომფორტი შეიძლება გქონდეთ და მერე ესეც გადის. თუ შეგიძლიათ რომ დაახლოებით გითხრათ, რა ვადები არის საჭირო ბრეკეტებით მკურნალობისას? ბრეკეტების შემთხვევაში დაახლოებით 12-დან 24 თვემდე, თუ არ ჩავთვლით რთულ შემთხვევებს, რომლებიც შეიძლება უფრო დიდი ხანი გაგრძელდეს, ხოლო ელაინერების შემთხვევაში სადღაც 6-დან 18 თვემდე. და ბოლოს, როგორ უნდა დავიცვათ ჰიგიენა ორთოდონტული მკურნალობის პერიოდში? ამ თემაზე ანა მეტრეველი სტომატოლოგიური ცენტრის ექიმი პაროდონტოლოგი ლეკა ჩალათაშვილი გვესაუბრება. ლეკა, მოგესალმებით. მოგესალმებით. ორთოდონტიული მკურნალობა ეს არ არის მხოლოდ კბილების გასწორება, ეს ექიმის და პაციენტის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მთლიანი პირისღრუს მიმართ. მკურნალობის დასრულების შემდგომ თუ არ გვინდა რომ გქონდეს შეშუპებული და სისხლდენი გრძილები და ასევე მრავლობითი კარიესი, სრულფასოვნად უნდა დავიცვათ ჰიგიენა მკურნალობის პროცესში. იგულისხმება შემდეგი: აუცილებლად დღეში 3ჯერ, ყოველი კვების შემდეგ გულისხმობ, უნდა გავიხეხოთ კბილები, თუ არის სიტუაცია და ვერ ვიყენებთ ჯაგრის, ამ შემთხვევაში უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ წყლის გამოვლებით მაინც. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ასევე კბილთაშორისი ჯაგრულები, იმ სივრცის გამოსაწმენდად, რაც მდებარეობს რკალს და ბრეკეტს შორის. გარდა ამისა, ერთ-ერთი აუცილებელი პირობა არის ირიგატორის გამოყენება, ეს არის აპარატი, რომელიც წყლის ჭავლის მეშვეობით წმენს კბილთაშორის სივრცეებს. ეხლა ეს ჩვენ ჩამოთვალეთ მექანიკური საშუალებები. გარდა ამისა, არსებობს ქიმიური საშუალებები მოვლის, რაშიც იგულისხმება კბილის პასტები, სავლები, გელი და პირისგრუს სპრეი. ამ ყველაფერს ექიმი ინდივიდუალურად შეურჩევს თავის პაციენტს. ხოლო ელაინერების შემთხვევაში ჰიგიენის დაცვა გაცილებით მარტივია, რადგან პაციენტი იხსნის კაპებს და ჩვეულებრივ სტანდარტულად იხეხავს კბილებს. არ საჭიროებს დამატებით ჯაგრულების გამოყენებას. რომ შევაჯამოთ, ანა, რა უნდა იცოდეს პაციენტმა მკურნალობის დაწყებამდე? ჩემი რჩევა იქნება მშობლებო დაუწყეთ ჰიგიენური პროცედურები ბავშვებს კბილების ამოჭრისთანავე. ნუ შეუზღუდავთ მყარი საკვების მიღებას, ყველაფერს ნუ დაუბლენდერებთ და ნუ დაუკუცმაცებთ. ეცადეთ არ ჩამოუყალიბოთ მავნე ჩვევები. შეუზღუდეთ ტკბილის მიღება და რაც მთავარია, დაგეგმეთ ვიზიტი ორთოდონტთან 5 წლიდან. როგორც ექიმი ორთოდონტი ანა მეტრეველის და მისი გუნდის წევრის ექიმებისგან მივიღეთ ინფორმაცია, ბავშვი პირველად 5 წლის ასაკში უნდა მივიყვანოთ ორთოდონტთან კონსულტაციაზე. ორთოდონტის პერიოდული მეთვალყურეობით თქვენ გარანტირებულად უქმნით თქვენ შვილს ჯანმრთელ და ლამაზ ღიმილს მომავალში, რაც ალბათ დამეთანხმებით წარმატების, ჯანმრთელობის და მაღალი თვითშეფასების წინაპირობაა. და რაც მთავარია, ანდეთ თქვენი შვილის ჯანმრთელობა მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალებს. დაელოდეთ ჩვენი გადაცემის შემდეგ ეპიზოდს. დროებით.